მოგესალმებით ყველას მეგობრებო 1 2 3 4 5 იმედია დაალაიქე და მოდი დავიწყოთ ყველაზე გემრიელი, ყველაზე ტკბილი რანკინგი შოკოლადები. აბა მოდით ახლოს ყველა ვისაც შოკოლადები გიყვართ, დამიჯექით და მოდით გავაკეთოთ. ძალიან მაინტერესებს რა მოგვია, რა თქმა უნდა 500 ლაიქის მერე მეორე ნაწილი იქნება, ასე რომ აუცილებლად გამოიწერე რომ არ დაგკარგო და ნახოთ რა იქნება და ასევე გამოიწერე ჩვენი YouTube მეგობრებო, ანა და ბავშვები vlogs. წავიდა Kinder Rigeli. ვიმეს თუ გაუსინჯავს, მე არ გამისინჯავს და თეთრი შიგთავსი ნაკლებად მიყვარს, ამიტომ მეშვიდეზე. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. ვაუ, ნუთელათან რა მხელა. პირველზე, უეჭველი პირველზე. Ferrero Kuchen თუ მოკლედ გერმანულად წერია, მე მგონი და მე გერმანული არ ვიცი საერთოდ. თეთრია და თეთრი შიგთავსით მე არ მიყვარს ეგეთები მე 1000-ზე. Pocket coffee ყავა ესე აწერია, მაგრამ მე რატომღაც მგონია რომ ცხელი შოკოლადია. მოდი მარტო მაგიტომ მე-4-ზე არ ვიცი როგორია, მაგრამ სადღაც ვითომ წარმოვიდგენ. ეს ისევ თეთრი შოკოლადი დუპლო, არც ეს არ გამისინჯავს და არც მინახია. მე-9-ზე არ მიყვარს თეთრი შოკოლადი საერთოდ. Kinder Pingui, კაი მე-6-ზე, ისე რა. Moncherry, ბალი და ალუბალი ლიქიორში შოკოლადში ისე მიყვარს, ყველა შოკოლადს მირჩევნია. ადრე იყო რაღაცა ბამბანერკები მასეთი შიგთავსით. შოკოლადი იყო, შიგნით იყო რომელიღაცა ბალი თუ ალუბალი არ ვიცი და კიდე ლიქიორი. ეს იყო რაღაცა, რა ვიცი, სუპერი. მე-2-ზე. Giotto, არ ვიცი რა არის, ვინმე თუ იცის, აუცილებლად დამიწერეთ, ისინი რაც მე არ ვიცი, რომელიც გასინჯული არა მაქვს. ესეც ისევ milk გერმანულად წერია, ისევ რაღაცა Kinder Pinguis მსგავსია, მე-5-ზე და მე-3-ზე დარჩა. ისევ თეთრი, მე 1000-ნაირია ზუსტად თუ არა. Crispy აწერია ოღონდ იმას არ ვიცი ეწერა თუ არა. მოკლედ პირველი და მეორე ძალიან კარგი იყო, დანარჩენები თუ იცით რაც მე არ ვიცოდი, აუცილებლად დამიკომენტარეთ გასინჯული გაქვთ თუ არა და შევხვდებით 500 ლაიქის მერე ძალიან მაინტერესებს მეორე ნაწილში რა იქნება დროებით.